განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე არის ცენტრალიზებული და ამ ცენტრალიზებულ სისტემაში როგორი ჭკუის ადამიანის მოვა მთავრობაში რაღაცებს ცვლის თავის ჭკუაზე რა. ერთი წლის ამბავიც კი არ არის, შეიძლება რამდენიმე წლის ამბავიც არის გააჩნია, მაგას ვერ გავიგებ, რომ ჩვეულებრივად პირადი კურიკულუმი შეიძლება ბავშვს პატარაობიდან კონდეს იმით, რომ AI-მ რაღაცა მისი მასწავლებლობა ტექნიკურ ნაწილში იტვირთოს. მაგალითად, რაც რაღაც ისწავლა რომ მინდა, მე თვითონ ვაკეთებინებ პატარა სილაბუსს რა, რომ აი რაღაც ამის სწავლა მინდა, შემამოწმეს, რა ვიცი, რა არ ვიცი, რომ რაღაცა ჩემი დონის ის კონდეს, წარმოდგენა კონდეს. ამის გაკეთება უკვე ტექნოლოგიურად შესაძლებელია, ცდილობაა მთავარი და ამის საწინააღმდეგო ნაბიჯია, რომ ერთი სახელმძღვანელო უნდა დაუდო და ფაქტობრივად მოუკლა შესაძლებლობა, რომ ეს რაღაცნაირად გამოცადოს რა, ეს ახალი შესაძლებლობა გამოცადოს. მექანიკურად რო ავიღოთ, რომ აი რაღაც მართლა ერთი სახელმძღვანელო გვაქვს და 6 წლისა ყველამ რაღაც უნდა ისწავლოს. ვინც ნიჭიერია და ვინც სწრაფად ითვისებს, იმისთვის ხო ეგრევე საინტერესო აღარ არის ის პროცესი, რომ აი გაკვეთილზე რატო უნდა იჯდეს. ყველა საგანზე ხო გამოჩნდება ბავშვები, რომლებიც ამ ერთ სახელმძღვანელოზე სწრაფად სწავლობენ. იმათ რატო არ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სწრაფად ისწავლონ. აუცილებლად გამოჩნდება ბავშვები, რომლებიც ვერ ეწევიან ამ ერთ სახელმძღვანელოს და სხვა რაღაცნაირი ნიჭი აქვთ რა, იმაზე აქცენტი უნდა გაუკეთო, ამაზე თავის ტემპში ატარო. განათლებაში რო პრობლემა გვაქვს, ეს ჩვენი პოლიტიკური პრობლემაა რა, ნუ აი სინამდვილეში ჩვენ რო ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანებს თითქოს ორჯერ 4-ს უხსნიდით და ამის გაგებინება რომ ვერ შევძელით ეს ხო სინამდვილეში იმ განათლების სისტემის პროდუქტების ფსიქოლოგია იყო, რომელმაც უბრალოდ ვერ შეძლეს რომ თვითონ რაღაცა წარმოედგინათ, თვითონ ემსჯელათ, თვითონ რაღაცა გაიაზრებინათ და ეფიქრათ. ჩვენი საზოგადოებაც რაღაცნაირად დიდი საკლასო ოთახივით არის რა, აი ვიღაც ყვებოდა არ მახსოვს, ძალიან ხუთოსანი ვიყავიო უნივერსიტეტშიცო, ყველაფერს ვაკეთებდიო უმაღლეს დონეზე, რომ დავამთავრე, ეს დავჭიო. რომ უცებ აღარავინ არ მეუბნებოდა რა მეკეთებინაო რა და რო შეხედო ალბათ უმრავლესობა არის დარჩენილი მაგ მოსწავლის მდგომარეობაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შენ ვიღაცა ძალის მქონე ავტორიტეტი, რასაც გეტყვის ის უნდა გააკეთო და სკოლაში თუ ეს არის მასწავლებელი, მე თუ ლექტორი, მე გამოდის რომ გამოდიხარ ჩვენ ცხოვრებაში, ან შენი უფროსია სადაც სამსახურში ხარ, ან მთავრობას აიღებ მაგის იმათ და მაგიტო შეყურებ მე იმის და აუ იმანიცის, როგორც მასწავლებელმა იმანიცოდა რა, მე ეგრევე მაგ ავტორიტეტს ანაცვლებ, უბრალოდ როლები იცვლება და მე ვიღაც ყავს და მაგიტო შეყურებენ მე მამასავით თუ რაღაც მარჩენალივით. თავრობა რომ რაღაც გონიათ, რომ აი ვიღაცების ხედანი ჭკვიანები და იციან. ეგ ხო სკოლიდან წამოსული ამბავია რა, ანუ ეგ ხო არსად არის კარგება, რომ შენ 12 წელი გეუბნებოდნენ ზუსტად როდის რა გექნა, ესე თუ არ იზავდი დაგსჯიდნენ და აი ნავარჯიშები ხარ იმაში, რომ დაემორჩილო ვიღაც იმ სახრეიან ტიპს რა.